როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID, NED და სხვა ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის სცენარის განვითარებისთვის, რევოლუციების მოსაწყობად და ეს ხდებოდა რეალურად საქართველოშიც. ხო, ხედავდით, როგორ იყო ჩართული პირდაპირ ამ წლების განმავლობაში USAID, NED, ამერიკის საელჩო, ეს ინსტიტუტები რევოლუციური სცენარის დაგეგმვაში და განხორციელებაში, რაც საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ ჩავარდა. ამ აღიარების პირობებში, ასევე ევროპული აღიარებების პირობებში, აბსოლუტურად ცხადი გახდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არავის არ აქვს უფლება, რომ გარედან ჩაერიოს ჩვენში და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მით უმეტეს გარედან დაგვიგეგმოს საქართველოში რევოლუციები. აქედან გამომდინარე, გამჭირვალობის კანონი დამოქმედეს და გამჭირვალობის კანონი იქნება ერთ-ერთი მთავარი გარანტია იმისა, რომ მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ყველა მონდასწრეს პატივი ქართული ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს დამოუკიდებლობას. მეგობარი აქტი არის მტრული აქტი ქართული ხალხის მიმართ და საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ. არ უპასუხიათ, თუმცა დომილიც ჩვენთვის არის ძალიან